აქ შეკრებილია სტუმართმასპინძლობის სფეროს დიდი ნაწილი ძალიან და ეს არის რაღაცა ძახილი არის იმაზე, გამოძახილი იმაზე, რომ განმდგომარეობაში ინდუსტრია და მაგას თავი ბევრად მნიშვნელოვანი რაღაცა არის, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი სტუმარი არის და ის ხალხი სანამ რეჟიმის უსამართლო პატიმრობაში იქნება, ჩვენ უფლება არ გვაქვს, არანაირი მორალური უფლება არ გვაქვს, რომ რაღაც ან მოვიხსნოთ, ან ახალი წელი შევირგვოთ, ან რაღაც ეკეთია და ეს არის იმის ჩვენება, რომ ჩვენ მათ გვერდზე ვართ, არავის არ გვეროსტორნება და არ საჭმელება და საჭმლის კეთებაც არავის არ ეხალისება. სოლიდარობა სრული უსამართლო დაპატიმრებულებს და თან ის ფაქტია, რომ ახლა აქ უკვე ზართლად ჩანს, რომ რამხელა ჩვენ ეს ხალხი ვინც ხედავს და იძახის ხამაღლა რამხელა ზიანს აყენებს არასწორად დაწყვეტილებით ჩვენ სახელმწიფოსი ეკონომიკას რა და ისევ ან ჩვენთან ერთად გაინადგურებენ თავს ისინი ან დათმობენ და რაღაცა გამოსწორებისკენ გაუშვებენ ხალხს და მიცემენ საშუალებას, რომ ხალხმა გამოასწოროს ყველაფერი ისევ რაც მაგათმა აურიეს რა. მთავრობამ რომელსაც გააყალბა არჩევნები, რომელსაც დაირქვა თავისთავად და როგორც თავის დანიშნა პრეზიდენტი, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმური უფლება მაგის არანაირი, იმ მთავრობას ახლა რომელიც კონსტიტუციურ პატივს არცემს, არც კონსტიტუციას პატივს არცემს, მე არ მიყვეს რა. უბრალოდ ის მომენტია, რომ ვიცი, რომ ყველას ანაღლებს თავის ჯიბე რა და ეს არის ის, რომ მათი ჯიბეებიც გათხალდება ჩვენთან ერთად და მაგის გამოძახილი ვცადეთ, რომ კი თქვენ უშუალო კეთილდღეობას თქვენ შვილებს არაფერი არ იგოთ, მაგრამ ქვეყანას დაანგრევთ და დაანგრეულ ქვეყანაში დაანგრეულ ქვეყნის მართვა კიდე ის ეხალისება და თუ ეხალისება და ესე იგი მართალია მაშინ ქვეყნის წრები ყოფილან რა.